უფლებადაცვითი ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატის წარმომადგენლის განცხადებით სამხედრო მოსამსახურეების კვებით უსაფრთხოებაში პრობლემები არსებობს. არასამთავრობოების საგანგაშოდ მიიჩნევენ ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებს. ორგანიზაციის მონაცემებით 2013 წლის თებერვლიდან 100-მდე სამხედრო მოსამსახურეა მოწამლული. ბოლო შემთხვევა სენაკის ბაზაზე მოხდა, სადაც 52 ჯარისკაცი მოიწამლა. ახალგაზრდა ადვოკატები წერილობით მოთხოვნას უგზავნიან თავდაცვის სამინისტროს და კონტროლის გამკაცრებისა და ტენდერის განახლებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებულ მდგომარეობას და მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს საზოგადოებისთვის მიწოდებული იქნეს ინფორმაცია, ვინ უზრუნველყოფს და რამდენად შესაბამისობაშია სტანდარტებთან სამხედრო მოსამსახურებათა კვებითი უზრუნველყოფა. ორგანიზაცია ითვალისწინებს შემთხვევას, რომელიც ქუთაისში 11 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. აგრეთვე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა გორში, ვაზიანსა და ფოთის სამხედრო ნაწილებში, ხოლო როგორც საზოგადოებრივ წრეებში სულ ახლახანს გახდა ცნობილი, საკვები პროდუქტებით მოწამვლის გაუხმაურებელი შემთხვევა მოხდა სენაკის სამხედრო ბაზაზე.